აგვისტოს, რაც 9 წლის უკან მოხდა, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და მინდა სამძიმარი უთხრა კვლავ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს საზოგადოებას, რომელმაც უმძიმესი დანაკლისი განამარტო ტერიტორიების დაკარგვისა, ამდენი ახალგაზრდის გარდაცვალებისა, არამედ ძალიან დიდი ზარალი განიცადა სულიერად და მორალურად, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი ტრამვა თითოეული ჩვენგანისთვის. მე აი ამ ბიჭების გმირობის შესახებ, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ერთობას, მე ვფიქრობ, რომ ამისი სიტყვით შეფასება ძალიან ძნელი და რთული იქნება. ამიტომ ჩვენი ეკლესია, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა, პირველ რიგში რასაც აკეთებს, ეს არის, რომ აბსოლუტურად ყველა წირვაზე იხსენიება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მომწყდარი ახალგაზრდები, ეს 90-იანი წლების დასაწყისში თუ 2008 წლის აი ამ 8 აგვისტოს დაწყებული ომის შედეგად ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა ეკლესიამ დღეს განსაკუთრებულად შევეცადეთ თითქმის ყველა ეკლესიაში 12 საათისთვის გადახდილი იქნება მათთვის სულის საოხი პანაშვიდი, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა შეასრულა საგანგებო წირვა, ასევე როგორც მაქვს ინფორმაცია, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა საგანგებო წირვა შეასრულა ნიქოზში, ისინიც პანაშვიდებს გადაიხდიან, ასევე 11 აგვისტოსი გეგმება, რომ შინდისში საგანგებოდ მიტროპოლიტი ანდრია ჩავბრძანდება გორისა და ატენის და იქ გადაიხდის ასევე შინდისის გმირებისათვის სულის საოხ პანაშვიდს, ასე რომ ეკლესია ყოველთვის ცდილობს და ყოველთვის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სული, თითოეული გოჯი მიწა, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ეს ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. ვუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, ისე როგორც შეგვეძლია ჩვენი ლოცვით და განსაკუთრებული მოღვაწეობით, რომელიც გამოიხატება სამშობლოსა და თითოეული ადამიანის დაცვაში.